ლიტერატურის საღამო. მე მაქვს ასეთი პასუხი. ჯერ ერთი ეს თეატრი ტრადიციულად მასპინძლობს ხოლმე ლიტერატურის სხვადასხვა ღონისძიებებს, ეს ერთი. მეორე ის რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში არის რეპერტუარი, რომელიც შეიძლება იყოს გათვლილი მე-12 კლასელებზე, შეიძლება იყოს მე-5 კლასელებზე გათვლილი და არ იყოს მიზანშეწონილი მე-5 კლასელებისთვის მე-12 კლასელების სპექტაკლის ნახვა. შესაბამისად, რაც შეეხება თვითონ ეროტიკულ ლიტერატურის საღამოს, ეს არის ჩვეულებრივი ლიტერატურული მიმართულება, რომელსაც ისეთივე პატივით ეკუთვნის იყოს სხვა მიმართულებების და ჟანრების გვერდით, როგორც ფანტასტიკას, ისტორიულ ჟანრს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ჩვენ ლიტერატურის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ რიგი მიმართულებები და ჟანრები რადგანაც ვერ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ამით ჩვენ სიმდიდრით და მრავალფეროვნებით ვერ დავიქვეყნით. ერთ-ერთი ასეთი არის ეროტიკული მიმართულება, რომელსაც სხვადასხვა მიზეზები გააჩნია, რომ ვერ ვითარდება, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ მაინც მენტალური მიზეზია და მაინც რაღაც დავუშვათ ანრელიგიური ფაქტორი. თუმცა უამისობაც არ არის. ეს საღამო ალბათ ემსახურება იმას, რომ ჩვენ უფრო უშუალოდი გავხდეთ, ანუ თვითონ მწერალსაც უფრო უშუალოდ შეეძლოს მნიშვნელობა ამ კუთხით, არ იყოს შეფუჭილი იმის გამო, რომ მკითხველი დაძაბულია მის მიმართ და მკითხველსაც უფრო მეტი კულტურა გაუჩნდეს ამ დაგვარი მიმართულების ტექსტების გასაცნობად, ისე როგორც უნდა იყოს ყველაფერი სხვა მიმართულების მიმართ. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. არანაკლებ ინტიმური შეიძლება იყოს დაუშვათ, რა ვიცი, კოლეგის განცდების აღწერა, დაუშვათ სხვადასხვა ფსიქოლოგიური განცდების აღწერა, ვიდრე ეროტიკული განცდების აღწერა მწერლისთვის. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ პრობლემებზე შეიძლება ბევრი ჭრელოს ადამიანმა. ჩვენი მონაწილეები ჯერ მარჩევთ, რომ წავიკითხოთ პროზა, იმიტომ რომ ცოტა მძიმედ ისმინება პროზა. პროზას წარმოვადგეთ იმ დაწყვეტების სახით, რომელიც მხოლოდ ეროტიკული მიმართულების არის და შემდეგ უკვე პოეტურ ნაწილზე გადავალთ და ამით დავასრულებთ. და თუ გაჩნდება რაღაც შეკითხვები და შესაძლებლობები დარბაზის მხრიდან, ასეც უკვე მე უკვე ძირითადი ფორმატი დამთავრდება, შეიძლება საუბარი. სიმბოლურია ის, რომ ალბათ თვითონ თეატრის ხელმძღვანელი მწერალი მიხეილ ანთაძე გახსნის, ასე ვთქვათ, ამ საღამოს და ველოდებით მის ტექსტებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ტრადიციულად ეთლობა ადგილო მეუბნებოდა ეროტიკულ კომისიებს ლიტერატურულ კომისიებს მართლაც ხშირად ხოლმე აქ ამ დაბაში განსაკუთრებით ეს ძალიან საინტერესო თემაა. ახლა სუფთა, ასე ვთქვათ, ეროტიკულ ჟანრში ასე თავიდან ბოლომდე აღმოჩნდა არაფერი დამეწერია, მაგრამ დღევანდელ საღამოში მონაწილეებისთვის ორი პროზაული ფრაგმენტი შევარჩიე, მცირე ფრაგმენტები, ერთი მოთხრობიდან, ერთი მცირე რომანიდან, რომელიც ჩემს აზრით აღსრულეთ ეროტიკული აცდებს თუ ეროტიკულ სიტუაციას. ალბათ შეიძლება ეროტიკულ ლიტერატურაში იყოს სკაბრეზე შერეული, შეიძლება არ იყოს უცნობად. ჩემს შემთხვევაში არ არის სკაბრეზიანი, ესე არც სულსი. რომანტიკული გასაებრება მოაწყოს ქალაქგარეთ, ნელ-ნელა შეყვებიან ამ მგზავრობის რომანტიკას, შემდეგ სადაც მანქანას გადააყენებენ. იქ ნაცნობია ძალიან ლამაზი ბუნება ამ ქალაქს გასაებრებების და კიდევ უფრო მეტი რომანტიკით აღევსებიან და ბოლოს უკვე საქმე ეროტიკამდე წვიდის რომანტიკიდან. ეს არის მეშვიდე თავი ამ მოთხრობის.
ავტომობილში ოქტომბრის დამლევს სრულიად ავდაში სრულიად გაშიშვლება დაუჯერებელი რამ არის. მაგრამ ჩვენ სწორედ ამგვარ დაუჯერებელ რასზე ჩავდივართ. ჩვენი ელეგანტური, დაკრეალებული, დაკრიცინებული კანისამოსი სალონის კუთხეებში ყრია, საიკებანე ტოტებში ალუთხული. მანქანის სარკმელებზე შემოღრული ჯაგნარი დაშლილ სივრცეში განმარტოების ილუზიას მიქმნის. თითქოს ფით შემოდგომის ხელით დაგებულ ფერადმოვიში ვიარესებით ერთმანეთს. ეკარებით ერთი მეორეს თითქოს სხეულთა ყოველი ნაკვთი ავდრისგან ასახსახებული ხმელი ფოტოლიაო, რომელსაც ოდნავი უხეში შეხებას კი დააზიანებს. კიდევ ალერსის უსასრულობას უთხოვს ტატა. ხო, კიდევ ეხოსავით მეხმიანები და თვით ნაკანდაკარი ფიგურის თითოეულ მოცულობას ხელით თხილი მოზეობები. ქალები ვიცით რომ არიან სხვადასხვა ხასიათის არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაზე საუკეთესო მომენტებში მიდიან არსებული ბედნიერი სიტუაციიდან. ხალისთვის არსებული იდილიური ბედნიერი სიტუაცია, ერთ-ერთი ბედნიერი სიტუაცია შეიძლება წარმოვიდგინოთ სწორედ საყვარელ მამაკაცთან ეროტიკული თანხმდომის სიტუაცია. აქედან გამომდინარე, როდესაც ქალი სწორედ ამ ბედნიერებიდან თავისინებით მიდის, ამას თავისეული ფსიქოლოგიური ახსნა აქვს და თავისებურ ხასიათს განაპირობებს და წარმოაჩენს ამ ადამიანს. ასეთი არის სწორედ ეს პერსონაჟი, რომელიც საბოლოოდ მიდის საოცრად ამაღლებული და საოცრად შემდგარი სასიყვარულო ურთიერთობიდან. მე წავეკითხა მხოლოდ ნაწყვეტს, რომელიც არის მათი სექსუალური ურთიერთობის ამსახველი. თითოეულ მოძრაობას ისე ასრულებ, თითქოს მხოლოდ ამოქმედებისთვის შევხვდით ერთმანეთს. ნება, დროდადრო ჩერდები, რომ ამოვისუნთქოთ, მაგრამ ეს პაუზები თამაშიდან გასვლა არ არის. ეს პაუზები სულის მოთქმაა წინა სიამოვნების შესაქმნელად. ეს პაუზები ერთი დიდი უმონტაჟო მონაკვეთის დამთავრებაა. დაუმონტაჟებელია შენი მოფერება და მასში შესული ყველა სცენა საგანგებოდ დამუშავებული, გამოკვეთილი. დაბუწული მხოლოდ ჩემი ფიქრებია. თითქოს გიჟმა აურდაურია ყველა კადრი, გაურკვეველია სიუჟეტი, დრო, აზრების თანმიმდევრობა. ჯერ ერთ ხელს, მერე მეორე ხელსაც მკიდებ უკანალზე და მეუბნები, რომ ის საოცრად მრგვალია. მიხარია, რომ ჩემი სხეულების ნაწილები ასე მოგწონს. აქ მოგწონს და მეც ნელ-ნელა ვცდილობ შევისწავლო. აქამდე არ მინახავს როგორი ხარ. როცა გაიხდი, ძალიან გამხდარი აღარ მეჩვენები. მეტიც აღმოვაჩინე, რომ განიერი ბეჯები და წვრილი ათლეტის წელი გაქვს. უკვე ძალიან მჭიდროდ მეხები, ფართო შარვალი გაცვია და თავის ნებაზეა მიშვებული, ამიტომაც ახერხებ ლამისაა შემოიჭრა ჩემში ისე, რომ არც შენ და არც მე არაფერი გითხოს. ფიქრობ, რომ ადრე, ძალიან ადრე, როცა 16 წლის ვიყავი, როცა ჩემთვისვე დაწერილი მოთხრობების სიუჟეტებს ვიგონებდი და ამას მასტურბირებისთვის ვიყენებდი, აი სწორედ მაშინ გამოვიგონე შენ. ნაწერები, რომელიც მალევე ნადგურდებოდა ხოლმე იმის შიშით, რომ მშობლებს ამ ვინმე სხვა შემთხვევით არ ენაღა, იყო ფაქტობრივად შენი დასაწყისი. რადგან არავის არ შეუსხამს ხორცი შენამდე იმ ჩემი გარყვნილი ფანტაზიებისთვის და მე დაბნეული ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ ახლა მომეცემოდა შემთხვევა დამკვირვამეხვია იმისათვის, ვინც მაშინ გვერდით მყავდა. გონება დამეკარგვინებინა და მასთან ერთად მეც გავიგჟებულიყავი. თურმე ყველაზე დიდი სრულყოფილება წინ მელოდა, მაგრამ მაშინაც ხუმასე ვფიქრობდი, იქნებ ახლაც ვცდები და ვტყუდები. ისე ვახელდი, არ ვიცი, როგორი დასაცმელია შენთვის უფრო ამგდები, არ ვიცი მომხილავს თუ არა ჩემი მაქმანებიანი ჩულქები, მე უხლებზე დგები და ხელებს უკვე კაფის ქვეშ ბარძაყებზე მკიდებ. მოულოდნელი სიშიშვლე მოგწონს, მშრალობითი განწყობილ მშრალ ბიკინს მხდი და ცხვირსა და ტუჩებს ჯერ მუცელზე, შემდეგ უფრო ქვემოთ მისვავ. ცდილობ მოძებნო ჭრილი ბაგეებს შორის, მაგრამ აღწევ ამას და უკვე ვეღარ ახერხებ იყო ასეთი დელიკატური. ამის გამო ორივეს რაღაც გაურკვეველი ბგერა არ მოხვდება. უცებ ხელში მიყვან და საწოლზე მსვავ. სასწრაფოდ მხდი მაღალფუსლიან ფეხსაცმელებს და ფეხებს მიშლი, რათა შუაში მოექცე, რათა მუხლებზე დაეცე ჩემ წინაშე, რათა მაჩვენო, რომ ახლა ამ წუთას ჩემი მონახარ და მე შენი დედოფალი. მუხლებზე გახარ და ჩემს გადაშლილ ფეხებს შორის სივრცეს ათვალიერებ. ეს სივრცე თითქოს გაიზარდა და თვალსაჩინოს ჰორიზონტი დაგიფარა, მაგრამ ზრდა არ შეწყვიტა, გახდა დიდი უშვებებელი დედამიწის ხელა. ათვალიერებ, მერე ენის წვერით ისევ მეხები. ეს შეხება ჩემში გრუნჩხვის მაგარ რეაქციას იწვევს, თავდაჯერება გემატება.
ჯერ ერთმანეთს ვსწავლობთ, შემდეგი ერთმანეთისგან ვსწავლობთ ერთმანეთს. შენ ჩემი რეაქციით ხვდები შენს თავს, მე შენი თითებით ვაკვირდები ჩემს ფორმებს, ერთმანეთის ხმას, ბგერებს, მოძრაობებს. ორივე ხან ვიძაღებით, ხან ვეშორით ანედარებას ვეძლებით. ჩემს სისვლელეს ისურთავ, ყლაპავ, ეს მოქმედება საშინელად აღმახსნებს. უკეთავს ვეღარ ვიკავებ და შენს გამოწყვილ თრთოლვარებმა მლოდინე ენაზე სწორედ მაგ დროს ვიწყებ ნელ პაუზურა გათავებას. ჯერ ერთი რგოლი წარმოიშობა, იზრდება და ხრება სივრცეში როგორც ტბაში კენჭის ჩაგდედისას. მერე მეორე რგოლი და ბოლოს 100, 200, 300 ასეთი უნაზესი პატარა ტალღების წარმოშობი რგოლი დიდ ტალღებად იშლება მთელ სხეულში და როგორც დენი ჟჟოლის მაგვარი ვიბრაციით გამოდის სხეულის გარეთ. არ ვიცი აქ ჯობდა ამ ყველაფრის დამთავრება, სწორედ ამ განცდებთან თუ კიდევ მევიქრა, კიდევ წარმომესახა, კიდევ გამეხსენები. მსგავსები გაჩახჩახებულ ჭაღს, მოციმციმე სათამაშოს და საკუთარი ცხინვალებისგან უცებ თავს უხერხულადაც გეცნო. მეხსენ გერი და წელში იმართები. საშინელად მინდა სიმაღლე და ძალა, რასაც აფრქვევ, ჩემ სიღრმეში გავანეიდრავო. მანამდე გიმიდა მიასწრეს კედრებს, გასაგანს ეძებდეს და მაინც ვერსად წავიდეს და დაღლილ დაკანს უმაღლეშაპების შემომარხვიებს ეძლი. თითქოს გრძნობრაზე და წლოსეღო. მუცელზე მავრუნებ, ოდნა ვაზიდულ დუნდულებს და ჩაზნექილ წელს ხელში იქცევ ხელის დაუხმარებლად, პოულობ ჩემი საშოს შესასვლელს და ავჩარებლად მიიკვრევ გზას სიღრმეში. და ყველაში ვეძებს უმთავრების, მე მომძრაობ. რამდენიმე წუთში ვახტერ პირს და ცოტა ხნით დამშვიდებული ვფიქრობ, ვათანხმებ შენს გარეგნობას, შენს მანერებს დანარჩენ თვისებებთან. შენახავ ჩემ მიერ აქამდე წარმოსახულ ყველა პროდუქტს. ბარიში პირქვე ჩამხობილი თავს ვაბრუნებ და დუჩებში ხოცნი. მარწმუნებ, რომ შენი ტანი ჩემსაზეა მორგებული, რომ ასეთი არავინ ყოფილა. თანდათან უფრო ეცნები და დიდები შეხება სადღაც ძალიან სიღრმეში ხსნოფსხური გაცხოველების ხასიათზე ვდგები და მინდა შენს უფრო მეტად უხეშად მომექცე. თითქოს ხვდები რაც მინდა. შენი ოფლის ურგზე მეწვეთება, ორივე ვილუნდებით, ისევ ვატრიალებ თავს, ისევ ვეხებით ერთმანეთის ტუჩებს. ბოლო წამს ასწრებ ყველჩი მოძრაობას ასრულებ და ხელს ურგზე ვგრძნობ ხელშადრებას. შენ უფრო მეტი ხარ თუ შენი სექსუალურობა, რომელმა აჯობეთ რომელს და საერთოდ რომელია ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი. მინდა უღალატო ქალთან მოდგმას და შენთან გავცე ყველა ქალური საიდუმლო. შეგახედო ყველა ლაბირინთში, რომ დაგანახო თულისგან ვართ ნაგებნი. მინდა უღალატო კაცთან მოდგმას, გასცე ყველა კაცის საიდუმლო, რომ დამანახო თულისგან ხართ ნაგებნი. მინდა ორივე გავსინჯოთ ერთმანეთის საიდუმლო, რომელიც ვიცი მოგწამლავს და ერთმანეთს შევაძურებთ, მაგრამ დღეს მიყვარხარ. ამით პროზაული ნაწილი ამოიწურა და გადავიდეთ პოეტურ ნაწილზე. პოეტელიძე მითხრა, რომ მას რაღაც შუალედური ჟანრის შუალედური მიმართულების ნაწარმოებები აქვს და ამიტომ თხოვ ესეს. რომელიც ას პოეზია და ას პროზა. Ani magaz nahab. Esandavru davidi, çocuklarımız şişirişkotki. Amigro davidi, es Mozart mağurabın satyatışı. Mozart mağurabın sarmabiliğini olisiniz. Olsun sanatlar. Mozart mağurabın sınır sarmabiliğini. Esamit sekhat. Doğru esadim. Smaynet. Obilovi. Tam dobida. Tabili. Tabili. ეს არის ოთხი ლექსი და ეს ლექსები ყველა ჩემი დაწერილია. ეს ლექსები დავალაგე შემდეგი თანმიმდევრობით. ეს ამავალი მესაკ პირველ ლექსს
ეს გაიზრდება თვითონ ის შიგნით, ეს მუხტი და ასე შემდეგ განმაცი. Первый экспирал Богород. Казахули. Игоцли Джоркепс. Игоцли Сарбац. Арчев. Здесь ползы. Моглетелево. Фотографисты. Позелевоста. Шансупан. Схвала. Моглет. Алебит. Там еще сработал антракс. Шегалвиха. Видом применит. Моглет на бюджет сутка. Сработал лет. Моглет история. Там был субсклебис. Нервиул. Чоркепс. Έναν ουσιαστικά σου მოკლედ თხოვდა. Მოკლეხას გასულსიკიდან ზუსტად აქამდე გაზაფხულია მოწოდეს მოკლედ. რომელსაც როგორც ძალამდე განასხვავებს შექმნის და გაზაფხულის ოთხხარალებას უხდები ძლიერ მოკლედ მეცნობი რომ ქვია რაღაც ძალიან მოკლე და მაყოლინე ჩემი სხეულის მოკლე შინას. რომ ჟირაფებს აქვთ გრძელი რომ ჟირაფებსაც შავი გოგლები, რომ ჟირაფებმა კარგად უწყლიან, რადგან მარადჯამ სვის ეზოებში იყურებიან, რომ პიზის კოშკი ისეთი არაბოებსა, რომ ატლანტიდა ჩაძირულია, რომ ბაიკალი ყველაზე ღრმაა, რომ სირაქლემა დიდი ჩიტია, რომ პინგვინები ფრინველებს სვამენ, რომ კარალიოკი მეფის ხილია, რომ ყველა ქორწილს ყავდა თამადა, რომ ციცაბურთან მოკლეს ილია და მოკლედ ჩართოს ინხორციელებ. იქ საიდანაც ვიწყებით ერთად. და ვიფიქრეთ მოკლედ მიყვარხარ. იგოცნით ჯოქებს. გაზაფხულია. ეს პირველი მეორე. უბრალოდ მეუღლესთან რაჯობები მე ესე გონია თავს შეას. საფუძვლებს მუზეუმ თავდება ასრულდება ჩემში და შენში. ის ხდება აყვავილებულ ალურის ხის ქვეშ ერთმანეთში ბოდიალისას ჩემში და შენში. წვეტიან ჩხილთა სიმკაცრეში თუმრამოგნებავენ ქალები ჩხილობს. საგზარეში დაიცავით წესრიგი და სიზუფთავე ჩემში და შენში. მოტეხილოთ ტოვში. მელო მიწაზე მოგონე შენს კერათმებში. დაერატონ ხეთქავს ბალახიან სპორტს. მადლობის ნიშნად შეეხუჭები მთელი სხეულით. ზეცაკ თავდება, ასრულდება ჩემშიც და შენშიც. ახლა ოთხას შეჭდა კაცი. ვიდეოები ძველი მენაგენის სიმღერა. თქვენ ქალიშვილო ვიდრე რავალებს აგიძეწავდეთ ჩემი ფრთამალი გამონასუნთ ვიდრე ვანდობდე გვარდის ვერყურს ჯერ არ გაგონი უცილადადებას რომ პატივსაცი ხაურ ალოს და თქვენ სოუტუჩებს გათენებონდე და უფრო მეტიც რომ მე ცხვარი ყავს გასადენი თქვენი სხეულის იალაღებზე ვიდრე დააბნეულს კაბის ღილებს შეგეცნით და თვითონ შემთხვევით როცა წელსხმით ათდოლებულს მოგისინჯოთ ათვლის საკი რომ მაგალითად ცხოვრების გზაზე ეცელოთ მარტო ხედიალს თქვენ ქალიშვილო ამდენ ლაპარაკს იქნებ უსიტყვოთ და მოგზაურეთ და გესინჯოთ ჩემი ბომბი ეს ბოლოა. კარგო ისეთია ბოლოზე. იცოდეს. მაგაზე რა გიყურე? მე უხდება ქვია ამას. რაფია ვერ გამიგონდა. მე უხდება.
მომე უფლება შესმაცილოში შემინახო ჩემი კალბასი ან შენ უჯრაში ჩავალაგო ჩემი წარღები ჩამაგდებია შენ ყოლაბაში ერთი აბაზი ან შენ ხრიჩოში გამაყრევინე ეს გასაღები ნუ გამაწმირებ რომ შენს ადიეს წრავს კარი რომ შენ ვარნაკში ვერ ჩავატევან ჩემი შავკიდას შენ უფრიდები შესაქმოში ადამატივით შენი ერარი უსაშლელობას რამდენიც იტანს უმეცინება შენს თავდაში დავიჭირვინო ან შენი ერდოს ურდულს ქლივით ავხიკო ჟანგი მე მინდა ჩავდო შენ ზარდახშაში ჩემი მუნშტოკი დავაბინო შენს ხროშოკაში ეს ჩემი ბარგი და მე ვიყო შენი თბილი ზღვის დარიშხანი და მაგ შენი ყურის ბარბიანი საწმენდის პიჩკა მე მინდა შენი ფოსტის ყუთში ვერდო დეპეშა და შენს მუხარში შემაგეთო ერთ სალსო პიჩკა მომეცინება კარი ხილადი კედელობის და გინჩენი 80 მეტრო ანზალადე რამაც სადმე ტკის ორლარიანად და მაშინ შენს პორტმანში ნაზად ჩანდა საღამოშვიდობისა მე დღეს ბოდიში მოგიხადოთ ჩემი ხმის გამო რადგანაც ავად გახლდით 6 დღე ჩაწოლილი ვიყავი ფაქტიურად ეხლაც სიცხით ვარ მოსული ლელას დიდი სიყვარულით და ასევე ლელას უნდა დიდი მადლობა გადაუხადო რახან მე მარგუნა ასეთი ჩემთვის ძალიან საპატიო მისია რომ მე დღეს წარმოგიდგინოთ პოეტ ბატონ თემურ ჩხეტიანის ორი ლექსი ეს ჩემთვის მართლაც ძალიან სასიამოვნო მისიაა პირველი ლექსი უფრო მოზრდილი მისი სათაურია როგორ მიხმარა სიცხემ მართალია ეს ლექსის სათაურია მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს მიხმარა სიცხემ როცა 45 გრადუსს გადააბიჯა და პირდაპირ სახეში მომაბრიქა რაღაც ვიზამდი ავიღე ლიტრიანი ბოთლი პლასმასისა და შიგ მოვაქციე ყავა და შაქარი და ზედ დავასხი მაცივრიდან გამოღებული ცივ-ცივი წყალი მერე ვანძრიე თავდავიწყებამდე ბოთლი და ავაკაფე ბოლომდე და სრულად ცივი ყავა მერე მოვხსენი თავსახური და მოვიყუდე კარგი იყო ვნეტარებდით მე და სიცხე და ასე გავათავეთ ერთად ტუჩებს და ქაფს ერთად ვილოკავთ და ერთმანეთს ვუღიმით სიცხე და მე და მეორე სუსამ სტრიგონიანი უსამო როცა ჩაიწვა სიგარეტი პენისი გაღვივდა უცეცხლოდ გიზგზებით ახლა შემოგთავაზებთ ჩემს ლექსებს არ ვიცი რამდენად ეროტიულად შეიძლება ჩაითვალოს მაგრამ რაც არის ეს არის და გთავაზობთ ეს საკმაოდ ძველი პერიოდის ლექსია დაჟინებითი მოთხოვნილებები იმღერე რამე მიყიდე რამე მომეცი რა მე მიყურე მე რა მომართვი ის მომასხურე არა მოაფრქვი ეგ სუნამო რომელსაც აზდის თრიაქის და შენი კერტების სუნი მომყიდე რა სული რა დაგდის ნესვის არომატი მithვალთვალე გულის პანცკალით როდესაც შევდივარ სარტირში მithვალთვალე გასაღების ღრიჭოდან როცა შევალ და მიეკარე ზურგით სარტირის კარებს ზურგით არა სახით არა მოქვენით თუნდაც მომიღიტინე ნეკნებზე და ფეხის გულებზე ჩემთვის ღიტინი ორგაზმია შემოაპარა ხელი გასაღების ღრიჭოდან და წამავლე მე ისევ სარტირში გელოდები მე ვნახე ერთხელ ამერიკაში და გადავწყვიტე სარტირში დავიდო ბინა მომკალი მომხსენი სტრესი მოათავე კექსი ილუზიაა სექსი მე კვლავ გევედრები მიმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერაც თუ ერჯერად კონდომებს აღარ ყიდიან კომერციულ აფთიაქებში ნუ ღარ მიმღერებ და კიდევ ერთი უსათაურო მე უკვე შენში ვარსებობ და შენში
გავიდგი ფესვები მე უკვე ნოყიერად მეჩვენება შენი სისხლივით ნიადაგი ჩვენ გავსხალით ერთმანეთის რტოები რათა ახალმა ნორჩმა კვირტებმა ამოხეთქონ ჩვენ საკანკალებულ სხეულებზე როდესაც დადგება გაზაფხული სათუთი ყველა ლერწა მიიქცევა გაყინულ ჯაჭვად და ერთმანეთში პატიმრობა გარდაუვალი კარმაა როცა მინდიხარ და ის მკვდარი საათები მინდა რომ სამუდამოდ დასწვა საკუთარი გონების კრემატორიუმში და ის სიძველე მინდა რომ შორს მოისროლო როგორც მოისვრი ოდნავ ამჟავებული ნაპოლეონის კრემით ტუჩებს და მერეც ბიერი კატასავით აილოკავ გაისუფთავებ ულვაშებს და თითებს მოიყვან ანტიკვარულ წესრიგში როცა მჭირდები ჩვენ ვიქცევით ისეთ ველურ მცენარეებად რომლებიც ერთი თესლიდან აღმოცენდნენ მაგრამ რომელსაც შენვე ახსენებს ზოგჯერ როგორც გახსენებს თავს ხშირად შენი სველი შიგთავსი როცა მეხები ეროტიული მარათონი გვიპყრობს და გაუთავებლად ერთმანეთს ვანაცვლებთ ერთმანეთში რადგანაც გსურს რადგანაც ჩემი თესლი არ არის ტკბილი და არც მწარე და არც მშრალი და შენ მაინც ხარბად ხვლიპავ ყველა განზრახვას აქცევ მოქმედებად ამიტომაც მიყვარს და მაშლეგებს ყოველი ახალი სუნთქვა იმ გზაჯვარედინზე კი რომელზეც შევხვდით რახანია მოწვიმა ხორცის ნაფლეთებით და სუფთა წყლებით და ისევ კვდებით ერთმანეთის შეფარდებებში ვილევით როგორც ქვიშის საათი ილევა გადმოტრიალებამდე სანამ შეეხებიან მორიგმა შიშმა შეანგრია ჩვენი ცნობიერების კარიბჭეები და მორიგმა ცახცახმა აგვიტანა იმის გაფიქრებისას რომ ვინმემ შეიძლება დაიშუროს ერთი პეშვი წყალი ჩვენს მიერ დათესილი და აღმოცენებული ამოფრქვეული ამომსკდარი და ამოჭრილი ნაყოფისათვის რომელსაც ეწოდება სანეტარო შიზოფრენია რადგანაც მხოლოდ ჩვენია და არა ვინმე სხვისი მე ვეალერსები შენს გამხმარ ტუჩებს და ვკოცნი მთელ შენს სხეულს კერტებს მუცელს დღით და ღამით უამრავი გაუთავებელი ერექციული რეაქციებით რათა გავხდი ალქიმიკოსი და მოგიძღვნა სიყვარულის სრულიად უცხო ახალი ფორმულა მხოლოდ შენთვის აღმოჩენილი ეხლა წავიკითხავ ჩემს ადრე დაწერილ ლექსებს პეპელა გიჟურ დაბადებას ესწრება თვეები, რიცხვები, წუთები. კაკანებს დედალი, კაკაკა, იწყება დიდი აგონია. კვერცხების ნაჭუჭში კაკანებს წიწილად ყვითელი ბუმბულით და კარგავს ის ბინას. და კარგავს მუცლიდან, საშოდან გამოსვლას უხდება ყვირილი, უხდება ხმაური. ახლა ხან ნაჭუჭში ბავშვობას ჩამოსხმოს ქუჩაში შესძახის ვიღაც ჟრიამულით. კაკანებს არბაზნის უშვერი ლულა და იწყება ბომბების შეთხრა შორეული, კაკანებს გაძღომა და გამოფხიზლება, შეჭამეთ ყვავილიც, მიწაზე წასმული, გასკდა აქ წარსული, დაიმტვრა ნაჭუჭი, დაიმსხვრა მინები, ტირიან მუცელში ჩარჩენას უფორმოთ შვილები, შავდება დარბაზი და გაძღა ხმაური, ჭუპრიდან პეპელას მოუნდა ტყნაური. კიდეზე დაგაშლართულა ქარი. ტიტინებს ქალი, დაუფერული ფიქრიდან ღამით წამწამს ხრის წამი, ჩამოდის ნამი, გაურკვეველი სიტყვებით ბაღებს და ბაგეს ახევს, იხურავს კაბებს და ტანზე იწმევს, დაგჭმუჭნის მყისვე, გადაწოლილი გიყვება სიზმრებს, ხელებს შლის ხათრით და გხუთავს სანთლით, სუნს აფრქვევს ლანდით, ლოდინით დაგღლის, ლოდივით მოგწყვეტს მერეცის კიდეს, სიყვარულს იტევს და კოცნას იტევს, გვერდზე მდგარ მთვარის ჩამოხევს კიდეს. და კიდევ გეტყვის, მოგცემ ნაყოფებს, გამოქცეული ამცას ამყოფე და გაყოფ ხელებს ნაყოფებს შორის, საშოთა შორის შობს ჭინთვა ყვირილს და ქარი ყივის, ისმის ხმა ცივი, იქვე მდგარ მთვარის, უსაზღრო ქალის, თესლებთა შორის და თითებს შორის წაბილწა ქუჩამ ნაყოფი, უჩანს ურჩი ხელები, ხმება ხეები, ასხამს წვიმები, ცისარტყელები, ბედნიერებით განბანილ ფეხებს, აასხამს ღერებს, ყვავილის ღერებს. Salmebrit, მე წავიკითხავთ მუნასიბების ციკლიდან ორ ლექს. პირველი არის სიტკბოს მუნასიბი. ჩემი კაბის, ქამხა ატლასის გონებას, კარგად ახსოვს შენი ხელის შემოცურება ბარძაყებს შორის და შეფრფენა ისე მკვეთრი, უსხეულო კრიალა ნაღებს, კარაქის ვარდი რომ გამოეყოს. ასე მტკბებოდი ფენა-ფენა, შაქრის სიროფში თიმთიმებდა ჩემი ძვალხორცი, ერბოთინაზე ტკბილ ქადის ცომში მეწყო სიზმრები, ვიყავით მშვიდად მტკბარნი, ერთ ხორცს და ერთ სულ, სუკან მუცლებით შეზრდილ ტყუპქლიავივით, ვისურვე სიღრმეში ფრენა, ვემანებოდი კანონს ხრწნადობის, სულთ გამოწულილის,
სიტკბოსგან დაბერილი ჩემი ბოლქვები ლურჯ მიწაში ფაჩუნობდნენ. სუფთა დინების, ღმერთის ღიმილის მომლოდინემ აღმოვაჩინე საიდუმლო, მურაბად ქცევის, სიტკბოთი უწავებაში გადასვლის. სიყვარულის მონასტერი. ჩემი ტვინი ისეთივე სურნელოვანია, როგორც იასამნის მოგრძო მტევანი. ჩემი სიყვარული კი აიფშრუკა. ვნება გაიწვა და აღარ მიღიდინებს. უკანასკნელად ვთქვი, სიყვარული და ნება დაგხვდე გეცდუნებინე, რომ მეგრძნო კიდევ ერთხელ იისფერ ლეღვს, ზედმეტი სიტკბოსგან როგორ ეხსნება ჭრილობა, როგორ ივსება მეწამულ ხორცით და ბიბლიურ სისხლით. ამის მერე კი მალე ვიგრძენი, მეკვირტებოდა შიგნით რაღაც მხიარული, ანგელოზური და სქელი სიზმრიდან გამოვედი ხელვარდიანი, შვილ ლაზარეთი. ამ პატარა მარწყვის გულაშვილიკოს გამო უეცრად გადავიხარე ის სინორჩისკენ და არა სიკეკულცის მიზნით, არამედ რაღაც ღვთაებრივი შეგრძნების გამო ხელით მოვისინჯე ორი ზომიერად მოზრდილი ძოძო. მადლობთ.